გამარჯობა, ვაგრძელებთ თხრობას ქართლოსიანთა ისტორიის თაობაზე. ეს არის მეორე ვიდეო. პირველში გესაუბრეთ თარგამოსის შემოსვლის შესახებ არარატ მასისის მთიანეთში და თარგამოსიანთა განსახლებას, აგრეთვე ხაოსის წარმომავლობაზე, რომელმაც სათავე დაუდო ხათების ხალხისა და სამეფოს ჩამოყალიბებას. აქვე გავუწყებთ იმასაც, რომ ქართლოსიანების ისტორიისამი მიძღვნილი ვიდეოების ქრონოლოგიური მოცულობა იქნება დაახლოებით 15 წუთიანი. რათა ჩვენს მაყურებელს დროის ფაქტორის გათვალისწინებით არ შეუქმნათ პრობლემები და ამასთან მათ ადვილად შეძლონ ჩვენს ვიდეოებში მონათხრობის გააზრება, ისტორიული წყაროებისა და ფაქტების გადამოწმება. მაშასადამე პირველ რიგში გასარკვევია რამოდენიმე საკითხი თარგამოსთან მიმართებით, რის შემდგომ უკვე გადავალთ ქართლოსა და მის 6 ძმაზე. წარმოგიდგენთ მათი ცხოვრების დეტალურ აღწერას, ქართლოსიანთა სახელმწიფოსა და ქართველი ერის, ანუ ქართველური ეთნოსის ჩამოყალიბების შესახებ ცნობებს. დავასახელებ საქართველოს უძველესი ისტორიის დიდ გამყალბებლებს და გაყალბების ფაქტებს, ასევე თანამედროვე ქვის ხანის ისტორიკოსებსა და ენათმეცნიერებს, რომლებიც კერდით იცავენ დიდ გამყალბებელთა ნაშრომებს და ზემოდან საკუთარსაც ამატებენ. მიუბრუნდეთ თარგამოსის ისტორიას. ვინ იყო თარგამოსი? დავიწყოთ ძველი აღთქმით. იაფეთის ძენი გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, ეშექი და თირასი. გომერის ძენი აშხენაზი, რაფათი და თოგარმა. დაბადება 1024. მაშასადამე ამ მემკვიდრეობის ჯაჭვის გოლთა თანმიმდევრობა შემდეგია: ნოე, იაფეთი, ღამერ, გომერ, თოგარმა, თარგამოსი და ქართლოსი. თეიმურაზ ბატონიშვილი. თარგამოს იყო სამყურსა წელისამენ ძველ საქმისა მოსეს მიერ მოთხრობითა ძეი ღამერისა ძისა იაფეთისა. თეიმურაზ ბატონიშვილი გვერდი 25-26. შემდეგ ის განაგრძობს, ხოლო წინასწარ მეტყველთა შორის დიდი ეზეგიელ აღწერს წინასწარ მეტყველებისა თვისისა წიგსა შინა თავსა ელ ჰაე 38-ესა და მუხსა ვე სხვათაცა ნათესაობათა მომთხრობელი ვითარმედ გომერ, ესე იგი ღამერ და ყოველნი გარემოისნი მისნი სახლი თერგამოსისა და დასასრულისაგან ჩრდილოისა და ყოველნი სიმტკიცენი მისნი და ნათესნავნი მრავალნი მისთანა. მუხლის ზე თეიმურაზ ბატონიშვილი გვერდი 25-26. ამის შემდეგ თეიმურაზ ბატონიშვილი განმარტავს ეზეკიელის მონათხრობს და ამბობს: ცხადი იქნების წინასწარ მეტყველისა სიტყვათა თარგამოს მოხსენიებად ძედ გომერისა, ესე იგი ღამერისა და სახლი მისი დასასრულსა ჩრდილოსასა, რომლისა ნიშანისა ძლითაც სარწმუნო იქნების ქვეყანაი ძეთა თარგამოსისა და სახლისა მათისა შთამომავლობისა, მრავალ ნათესაობასა და სიმტკიცეთა ადგილსა და სამკვიდრებელისა მათისათა გაუწყებს წინასწარ მეტყველი. გვერდი 26. შემდეგ მინაიდან უწინარეს ჩემსა აღწერენიცა იტყვიან თარგამოს მამასა ქართლოსისასა და ძმათა მისთასა, მაგრამ წინასწარ მეტყველისა მოთხრობასა ვირწმუნე და ვიტყვი. თარგამოს ძედ ღამერისა ძისა, იაფეთისა ძისა, ნოესა, რომელსაცა ვიმტკიცებენ, ესრედ ყოვლად დიდი იგი წინასწარ მეტყველი და ღვთის ხილველი მოსე და ეგრეთვე დიდი იგი წინასწარ მეტყველი ეზეკიელი. გვერდი 26. მაშასადამე სამემკვიდრეო ჯაჭვი ნოე, იაფეთი, ღამერ, თოგარმა, ქართლოს ჩვენთვის არა სავარაუდო ინფორმაცია, არამედ მტკიცებულება, რადგან არ ვენდოთ მოსეს წიგს და ეზეკიელს არ საფუძველი გაგვაჩნია და ამის უფლებას არ ჩვენი რელიგია მოგცემს. ამასთან თეიმურაზ ბატონიშვილსაც და სხვებსაც. შემდეგი შეკითხვა: საიდან მოვიდა და როდის დასახლდა თარგამოსი არარატ მასისის მთიანეთის ტერიტორიაზე ძველი წელთაღრიცხვის მე-4-13 ათასწლეულში, რეგიონში, რომელიც მოიცავდა კავკასიას, შუამდინარეთის არეალს? ყურადღება მიაქცეთ ეკრანზე მონაცვლეობით წარმოდგენილ სურათებს. არსებობდა სამი დიდი კულტურის კერა: სამხრეთ კავკასია, მთვარ-არაქსის კულტურა, ანუ ქამიტური, შუამდინარეთი, შუმერული, ანუ იაფეთიდური და კასპიის ზღვის სპარსეთის ყურე, დაახლოებით თანამედროვე ირანი, ელამის კულტურა, ანუ სემიტური. თეიმურაზ ბატონიშვილი არაფერს ამბობს თარგამოსთა მოსვლის ქრონოლოგიასა და
წინარე განსახელების ადგილის შესახებ, მაგრამ ახსენებს ბაბილონის კოდობს. თარგამოსისთვის წელი, რაც მატიანეთა შინა ქართლოსიანთასა, ოდეს აღაშენა ნებროტმა კოდოლი ბაბილონისა და განხო ენარი ყოვლისა ქვეყანისა ქვეყნისასა, წარმოვიდა მაშინ თარგამოს მამაი ქართლოსისა, ჰავისისა და სხვათა ძმათა მათთა მრავალთა ნათესავით მათთა მერითა დიდითა დაემკვიდრა არარატისა და მასისის მთათა შინა მაგართა და შეუართა. გვერდი 28. თეიმურაზ ბატონიშვილი უთითებს ბაბილონის კოდის მშენებლობისა და ენების აღრევის შესახებ ცნობებზე, რომელიც უკვე მომხდარია. სწორედ ამ პერიოდისთვის მისულან თარგამოსიანები არარატ მასისის მთიანეთში განსასახლებლად. ვინ იცის, როდის აიგო ბაბილონის კოდოლი? პირდაპირ ვიტყვით, დღემდე არსებული მონაცემებზე და სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით არავინ, არც ჩვენთან და არც საზღვარგარეთ, რადგან ამქამდე რაც ცნობილი იყო, ყველაფერი შეკაცებულ შელამაზებული ტყუილია. ეძებდნენ იქ, სადაც ის არასდროს მდგარა, საუბარია ნებროტის კოდოლზე და არა შემდგომ აგებულ მის ეგრეთ წოდებულ ასლებზე. მაშასადამე თუკი ჩვენ შევძლებდით ბაბილონის კოდლის მშენებლობის დაახლოებით ქრონოლოგიის დადგენას, მაინც როცოდინებოდა თარგამოსიანების შემოსვლის თარიღი აღნიშნულ ტერიტორიაზე და ამ თარიღს თუ დაემთხვეოდა თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ მითითებული ქართლოსიანების იორის ხეობაში განსახლების თარიღი, რომელიც არის დასაბამადგან სოფლისა ქართულისა ქრონიკოსა მე-6-სა მოქცევისა 2021, ანუ ძველი წელთაღრიცხვის 2723 წელი, ეს უკვე მყარი არგუმენტი იქნებოდა ყველასთვის, განსაკუთრებით ქვისხანის მეცნიერებისთვის. ამ ქრონოლოგიას ასევე გადავამოწმებდით გრაკლიანი გორის დამწერლობითი არტეფაქტების ჩვენს მიერ გაშიფრული მონაცემებით, კერძო სტელას გამოსახულებათა მიხედვით, რომელზეც ასახულია სატურნ იუპიტერის შეწყვის პროცესი ჰერკულესის თანავარსკვლავების ფონზე და ეს მოვლენა მომხდარა ძველი წელთაღრიცხვის 1018 წელს. ანალოგიური მოვლენაა მომხდარი ძველი წელთაღრიცხვის 2026 წელსაც ქართლოსისა და მისი ძმების არარატ მასისის მთიანეთიდან იორის ხეობის მიმართულებით დაძვრის შემდგომ პერიოდში. ამაზეც გვაქვს ვიდეო და შეგიძლიათ უყუროთ. მაშასადამე ვიცოდით ორი ურთიერთთავსებადი თარიღი ქართლოსის შემოსვლისა იორის ხეობაში ძველი წელთაღრიცხვის 2023 წელი, ანუ ძველი წელთაღრიცხვის 21 საუკუნის ბოლო, რომელიც მხოლოდ რამოდენიმე წლიანი ცდომილებით თარიღია თარგამოსიანთა მოსვლისა არარატ მასისის მთიანეთში, რადგან ამოდენიმე ხნიანი შეყოვნების შემდგომ, როცა გამრავლება იწყო, თარგამოსიანთა მოდგმამ დააგროვეს ქონება და მოამრავლეს ნახირი, სიიწროვის გამო ქართლოსიანები გამოეყვნენ მათ და დაიძნენ იორის ხეობის მიმართულებით. წინა ვიდეოდან გახსოვთ ალბათ. და ვინაიდან გამრავლდეს უფროს და უმეტეს ნათესავი და ერთი თარგამოსისანი, საჭირო იყო გარდასახლებად მათ და სიიწროისა ძლით მითქან უშორეს. ასევე ვიცოდით გრაკლიანი გორის სტელაზე დატანილი ასტრონომიული მოვლენის თარიღიც, როგორც გითხარით, ძველი წელთაღრიცხვის 1018 წელი, რომლის ანალოგიური მოვლენაც მომხდარია ძველი წელთაღრიცხვის 2026 წელს, ანუ ქართლოსიანების იორის ხეობაში შემოსვლამდე 3 წლით ადრე, რაც ქრონოლოგიურ საწყისად იქნებოდა აღქმული ასტრონომიული კალენდრით. არარატ მასისის მთიანეთიდან იორის ხეობის მიმართულებით მოძრავი ხალხისთვის. და ეს პროცესი შემდგომ ქართლოსის სახელთან ერთად ასახეს გრაკლიანი გორის საკუთრებასა და სტელაზე. თუ ეს ორი თარიღი ასე თავსებადი აღმოჩნდებოდა ბაბილონის კოდლის მშენებლობის ქრონოლოგიასთან, მაშინ ჩვენი დასკვნები სიმართლე აღმოჩნდებოდა. დავიწყოთ ბაბილონის კოდლის დათარიღებით, რომელიც ქრონოლოგიურად უნდა დაემთხვეს თეიმურაზ ბატონიშვილის მოცემულ თარიღს, ძველი წელთაღრიცხვის 2023 წელს, ანუ ძველი წელთაღრიცხვის 21 საუკუნეს. ბოდიში, ანუ ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის დასაწყისს ჩვენს მიერ დადგენილ ძველი წელთაღრიცხვის 2026 წელს. რა არის ცნობილი აქამდე ბაბილონის კოდლის შესახებ, როგორც ზემოთ აღნიშნეთ, მხოლოდ ტყუილი ცნობები. იორის ხეობის ყოწარხურას ქედი არქეოლოგიურად დაზვერვებმა სამუშაოებმა რამოდენიმე წლის წინ დააფიქსირა დიდი ნაქალაქარისა და კონუსური ყორღანების კვალი.
აქ მთავარი ისაა, რომ თეიმურაზ ბატონიშვილის დროსაც ეს ადგილები ტყითა და ჯაგნარით იქნებოდა დაფარული და ის ასეთ დასახლებას საკუთარი თვალით ვერ იხილავდა. სურათზე წარმოდგენილია ეს ყორღანები, გორა. ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული ნამდვილი ბაბილონის გოდოლი, ოღონდ არა მესოპოტამიის შუამდინარეთში, არამედ საქართველოს შუამდინარეთში დიდ ალაზანი და მცირე იორს შორის მდებარე ტერიტორია. ამაზეც გვაქვს ვიდეოები და გთხოვთ უყუროთ. სურათზე კონუსური ნაგებობაა წარმოდგენილი, გვერდით კი ნაქალაქარი ჩანს, ამასთან ბიბლიური გოდოლი ბოლომდე ვერ იქნა აგებული როგორც იცით, რადგან უფალმა არ ისურვა მისი დასრულება. შუამდინარეთში თიხის ფირფიტაზე აღმოჩენილი ნახატებში კი გამოსახულია ზიგურატი, რომლის ნაშთებსაც მიაკლიეს ბაბილონთან, მაგრამ ის სწორედ ნაბუქადნეცარის ზიგურატია. კოლდევეის აღმოჩენა. ამ ზიგურატის მშენებლობის პერიოდი მიიჩნევა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-18 საუკუნე. ზოგიერთი მეცნიერი ადრინდელ ან მოგვიანებით თარიღსაც ასახელებს. რამდენიმე თარიღია. ასევე ეს თარიღი არათავსებადია ენების არევასთან, რადგან მანამდე უკვე არსებობდა სხვადასხვა დამწერლობა, მრავალი სამეტყველო ენაც. დაბადებაში კი ნათლად არის დაწერილი, რომ ერთპირი იყო ადამის მოდგმაო, ანუ ნოეს შვილების სემის, ქამისა და იაფეტის შთამომავლები ჯერ კიდევ საუბრობდნენ ერთ ენაზე. გავიხსენოთ ისიც, რომ შუმერები შუამდინარეთში მისული ხალხია, თანაც მთაგორიანი ადგილებიდან, მათ მთებში ეს ჩრდილოეთის წვიმიანი მთებიდან. თეიმურაზ ბატონიშვილი. სირიანელი ძველი ვითარცა მოიხსენიეთ ზემორე აღწერენ ასურელთაცა, ესე იგი შუმერთა და სხვათა ყოველთა ერთა ზედა უპირველეს მყოფად ივერიელთა თემსა და კავკასიის გარდასახლებასა სხვათა ყოველთა. რა თქმა უნდა, ნოე ხომ არარატის მთიდან სწორედ ჩრდილოეთით წამოვიდა და განსახლდა, დაწურა ღვინო და დაითრო. ის განსახლებაზეც გვაქვს ვიდეოები და შეგიძლიათ უყუროთ. საინტერესოა, ვინ მიაჩნდა თეიმურაზ ბატონიშვილს ბაბილონის გოდოლის ამგებად. ის ამის შესახებ ასეთ ცნობას გვაწვდის. ბაალ ქალდეურისა და ფინიკიურისა ენათან ნიშნავს ზესა, ანუ ხელმწიფესა, რომელიცა წოდება იყო ტიტული მისი ბაალ, ვალ, ბელოს, ესე ერთი და იგივე არს. გვერდი 62-63. სწორედ ამ ბაალს თვლიდა ბატონიშვილი მეორე გოდოლის ამგებად და მისი მეფობის ხანაზე წერდა, ხოლო წერნით ცხოვრებისა მისისანი, მასვე ბუნებისა ისტორიასა შინა, ასურასტანისა მიღებულ არს კალისფენისა ეპოქისაგან, რომლისა ძლით ცნობილ არს, რომელთა ბაალ გამეფნა ბაბილონსა შინა წელთა დაფსამამითგან სოფლისა ქართულისა ქრონიკონსა მე-6-ისა მოქცევისა წელსა 517, ხოლო იმეფა წელი 62, გვერდი 62-63. მაშაზალდამე 5 მოქცევას დავუმატოთ 517 წელი, ანუ 5 გავამრავლოთ 532-ზე პლუს 517, ეს არის 3177. თუ ამ რიცხვს გამოვაკლეთ დასაბამს, მივიღებთ 5604 მინუს 3177 უდრის 2427 წელს. ესე იგი, ძველი წელთაღრიცხვის 2427 წელი. გამოდის, რომ ბაალმა ძველი წელთაღრიცხვის 2427 წელს ააგო გოდოლი, მაგრამ სხვადასხვა წყარო სხვადასხვა სახელს უკავშირებს მის მშენებლობას. თუმცა თეიმურაზ ბატონიშვილი სახელს ბაალს არა საკუთარ სახელად მიიჩნევს, არამედ ტიტულად. ზემო ციტატაში მოვიყვანეთ. ბაალის შესახებ ბატონიშვილი წერს შემდეგ, რომელი იგი იყო სხვა და ნებროდ უწინარე მისა სხვა და გოდოლიცა სხვაი არს ბაალისა და სხვაი ნებროთისა, რომელიცა აღაშენეს ნებროდ და ερμან მისმან, რცა მით აღვიდნენ იგინი ზესკნეს სათა და განუვისხდა მათ უფალი. შეერინეს ენაი, დაერღვა გოდოლიცა იგი განგებითა საღმრთოთა მასავე ჟამს. გვერდი
1963. თეიმურაზ ბატონიშვილი აქვე აღნიშნავს იმასაც, რომ ბაალი მისმა შვილმა ნინევმა სიკვდილის შემდეგ მისავე აგებულ გოდოლში დაკრძალა. ბაშასადამე ძველი წელთაღრიცხვის 2427 წელს, ანუ ძველი წელთაღრიცხვის 25 საუკუნის ბოლოს, ბაალის მიერ აგებული გოდოლი სხვაო, ამბობს თეიმურაზ ბატონიშვილი და მასზე უწინარესად აგებული ნებროტის მიერ კიდევ სხვაო, ანუ ნებროტი უფრო ადრე ცხოვრობდა ვიდრე ბაალიო, რაც ქრონოლოგიურად სრულიად თავსებადია ჩვენს მიერ გრაკლიანი გორის სტელას მიხედვით დადგენილი სატურნ იუპიტერის შეწყვის ციკლურ თარიღთან ძველი წელთაღრიცხვის 2727 წელი 26 წელი ბოდიშით, ანუ ძველი წელთაღრიცხვის 21 საუკუნის დასასრული. ასევე მტკვარ არაქსის კულტურის ქამიტთა კულტურის ჩანაცვლებისა თრიალეთის, ანუ ქართლოსიანთა კულტურით. ბაშასადამე პირველი გოდლის მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო ქართლოსის იურიის ხეობაში შემოსვლამდე და თარგამოსის არარატის მთის მახლობლად დასახლების პერიოდისთვის, ანუ დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 21 საუკუნეში. შემდეგი შეკითხვა. მესამე. საიდან მოვიდნენ არარატ მასისის მთიანეთში თარგამოსიანები შუამდინარეთიდან? ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ შემდეგ ვიდეოში. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, უყუროთ ამ და სხვა ვიდეოებს ბოლომდე, რადგან ჩვენ საუბრობთ მხოლოდ საქართველოს უძველეს და უცნობ ისტორიაზე, ამასთან ჭეშმარიტ ისტორიაზე. მოგწერეთ კომენტარები და შეკითხვები. დიდი მადლობა.